მე ვხედავ პაციენტის ტანჯვას, ის მთხოვს დახმარებას. სხვა ექიმები ჩემთან არ თანამშრომლობენ, რადგან სიკვდილის ეშინიათ. მოგესალმებით, შაბათ საღამოს 9 საათზე პირველ არხზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. დღეს ჩვენი თემაა ევთანაზია. განსხვავებული მოსაზრებები და დაკანონებული ევთანაზია ზოგიერთ ქვეყანაში. სიკვდილი საკუთარი სურვილით და ექიმის ხელით. რას ფიქრობენ ევთანაზიაზე საქართველოში? სიკვდილის დოქტორი, იცით თუ არა ვინ არის ჯეკ გევორკიანი? მან 130 ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. გადაცემის დასკვნით ნაწილში სტუმარი ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ევთანაზია პირდაპირ კანონით იგრძელება. მიუხედავად ამისა, დავა ამ საკითხზე ყველგან მიმდინარეობს. იქაც, სადაც აკრძალულია და სადაც დაკანონებულია. არსებობს რამდენიმე სახელმწიფო, სადაც მხარი დაუჭირეს ევთანაზიის დაკანონებას. ევთანაზია უკურნებელი სცენით დაავადებული და ტკივილებისაგან გატანჯული ადამიანის უმტკივნევლოდ მოკვდინების აქტია და სიტყვასიტყვით შვიდ ბედნიერ უმტკივნევლო უშფოთველს სიკვდილს ნიშნავს. ადამიანს აქვს უფლება მოკვდეს ღირსეულად. როდესაც მიდის ექიმთან და ეუბნება მე მაქვს საშინელი ცხოვრება და მსურს რომ დავასრულო ის, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას. მე ვფიქრობ ეს არასწორი არჩევანია. მიუღებელია სიცოცხლე დაასრულოს თვითმკვლელობით. ბუნებრივ ციკლში არაფერია საშიში. ეს მძიმე ავადმყოფი გრეიგ ივერტია შვეიცარიის კლინიკაში. ის ხელს აწერს ნებაყოფლობით ევთანაზიას. მას თვითმკვლელი ტურისტი შეარქვეს. ევერტი 59 წლის ამერიკელი მასწავლებელი იყო, რომელიც ინგლისში ცხოვრობდა. შემდეგ შვეიცარიაში ჩავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. დიახ, რაღაც მომენტში ჩემი არჩევანი იყო გადამეტანა ეს ყველაფერი ჩემს ოჯახთან ერთად, რაც უფრო დიდ ტკივილს მიაყენებდა ახლობლებს. შესაძლოა ეს გზა იყოს უფრო სტრესული და მტკივნეული. That is considerably more stressful. Can I give you a big kiss? Of course. Okay, I love you. I love you, sweetheart. ემშვიდობება მეუღლეს და ექიმების დახმარებით ასრულებს სიცოცხლეს. Safe journey. სითხის დალევიდან წუთები იყო გასული, როცა ექიმმა სიკვდილის ფაქტი დაადასტურა. ევთანაზიამდე კრეიგ ივერტმა გაიარა ყველა პროცედურა. გასაუბრება ფსიქოლოგთან, კონსულტაციები ექიმებთან. მისი გადაწყვეტილება მყარი იყო. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემმა მეუღლემ მიიღო. მე უბრალოდ გავუგე და პატივი ვეცი მის არჩევანს. უყურებდი, როგორ უმძიმდა ცხოვრება და ტანჯავდა საკუთარი მდგომარეობა. მისთვის ევთანაზია ამ ყველაფრისაგან განთავისუფლების გზა იყო. ძალიან მენატრება, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ის მშვიდადაა ტკივილს მიმსუბუქებს. ის რაც ერთ ქვეყანაში მისაღებია, სხვა ქვეყნებში შეიძლება აბსოლუტურად მიუღებელი იყოს. ასეა ევთანაზიის შემთხვევაში. განსხვავებული მოსაზრებები ამ პრობლემაზე ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ რუკაზე ჩანს, რომ ევთანაზიის ლეგალიზება მხოლოდ ერთეულ სახელმწიფოებში მოხდა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა შანტალ სებერის ისტორია. ეს კალბატონი სიმსივნური დაავადებებით იტანჯებოდა. სებერმა რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტ ჟაკ შირაკს მიმართა და ევთანაზია მოითხოვა. პრეზიდენტმა მკაცრი უარი განაცხადა. სიცოცხლე, რომლითაც ვცხოვრობ, ჩემთვის უბედურების მომტანია. მინდა სიკვდილი, რათა წავიდე. დავიძინო მშვიდად და მივიღო თავისუფლება, რადგან სხვა მხრივ წარმოუდგენელია. შანტალ სებერის მხარდასაჭერად შეიქმნა ასოციაციები, გაიმართა აქციები, მედია ამ თემას ფართოდ აშუქებდა, წარიმართა უამრავი სატელევიზიო ცხარე დებატი, მაგრამ ევთანაზიის ლეგალიზების შესახებ კანონის პროექტს საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანომ მაინც არ დაუჭირა მხარი.
დოკუმენტის ავტორი სოციალისტები ამბობდნენ, რომ ფრანგები ოდესმე უნდა გამოსულიყვნენ ტრადიციების სიბნელიდან, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში სხვა მიდგომამ გაიმარჯვა. ღმერთის ნაბოძების სიცოცხლის ხელყოფა არავის შეუძლია ასეთი სიტყვებით დაამთავრა გამოსვლა ფრანგმა სენატორმა ნიკოლა დუპონმა ევთანაზიის კანონპროექტის განხილვისას. ფრანგი სენატორის ეს სიტყვები საფრანგეთში მოქალაქეთა უმრავლესობის პოზიციას გამოხატავს, რადგან გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის მხოლოდ 13% ემხრობა ევთანაზიას. შანტალ სებერის სახლში ისე გარდაიცვალა, რომ ევთანაზიის უფლება არ მისცეს. მის შემთხვევას ხშირად ადარებენ ბელგიაში დროის იმავე პერიოდში მომხდარ ფაქტს. ცნობილმა მწერალმა ჰიუგო კლაუსმა ექიმების დაკვირვებით ყოველგვარი ფიზიკური ტანჯვის გარეშე ევთანაზიის საშუალებით დაასრულა სიცოცხლე. საფრანგეთისგან განსხვავებით ბელგიაში ევთანაზია ლეგალიზებულია. დაკანონების საკითხში გარღვევა კი ჰოლანდიამ მოახდინა. ჰოლანდიის მაგალითი. ჰოლანდიაში ევთანაზიის ლეგალიზება მსოფლიოში პირველად 1984 წელს მოხდა. ამ ქვეყანაში არსებობს გარკვეული პროცედურები, რომლის გავლა ევთანაზიამდე აუცილებელია და კანონითაა განსაზღვრული. რა შემთხვევაში შეუძლია ექიმს ავადმყოფისთვის ევთანაზიის გაკეთება? მთავარი პირობები. ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ პაციენტის მიერ მოკვდინების მოთხოვნა ნებაყოფლობითი და სათანადოდ ნამსჯელია. უნდა დარწმუნდეს, რომ პაციენტი უწყვეტი და გაუსაძლისი ტანჯვის მსხვერპლია. ვალდებულია პაციენტს მიაწოდოს ინფორმაცია მისი მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ. ვალდებულია კონსულტაცია გაიაროს სულ მცირე ერთ სხვა დამოუკიდებელ ექიმთან, რომელმაც პაციენტი გასინჯა. ჰოლანდიაში ევთანაზია დაშვებულია არასრულწლოვანთათვისაც. 16-ან 17 წლის მოზარდებს შეუძლიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ, მაგრამ მშობლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყვნენ ჩართულნი. 12-დან 16 წლამდე ბავშვებისთვის მშობლების ან მეურვის თანხმობა აუცილებელია. ჩვენ ორი ქვეყნის მაგალითი გაჩვენეთ. საფრანგეთსა და ჰოლანდიაში პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია. ყველა ქვეყანაში, სადაც ევთანაზია ამა თუ იმ ფორმით დაშვებულია, ასევე ამერიკის ზოგიერთ შტატში, განსაკუთრებული მიდგომები არსებობს. უნიკალურია ავსტრალიის მაგალითი. ამ ქვეყნის ჩრდილოეთმა ტერიტორიამ 1995 წელს ევთანაზიის შესახებ კანონი მიიღო, მაგრამ ეს კანონი 1997 წელს ფედერალურმა პარლამენტმა გააუქმა. 2002 წელს კანონის მიღების შემდეგ ბელგიაში ევთანაზიის მომხრეები მაინც აპროტესტებდნენ პროცედურების სირთულეებს. შექმნილი ბარიერების გამო ამ ქვეყანაში ახალი ტერმინი დაიბადა: სიკვდილის ბიუროკრატია. ცოტა ხნის წინ გერმანიის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი და უიმედო პაციენტის აპარატიდან გამორთვა დაუშვა, თუ პაციენტის აშკარა თანხმობა არსებობს. კიდევ ერთი მძიმე მაგალითი. ამჯერად ინდოეთიდან. უკვე 15 წელია ინდოეთში მცხოვრების სიამის ტყუპების სარა და ფარახი საშინელ თავის ტკივილებს განიცდიან. გოგონების თავის ქალები ერთმანეთს შეეზარდა. სიამის ტყუპების ცხოვრება ტანჯვად იქცა. ოჯახის მარჩენალი მამა ძვირად ღირებული მკურნალობის ფულს ვეღარ შეულობს. ოჯახის უფროსმა ინდოეთის ხელისუფლებას მიმართა. მამა ითხოვს ტყუპებს ევთანაზია გაუკეთონ და ტანჯვისგან გაათავისუფლონ. უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა მოთხოვნა. ინდოეთში ტყუპების ტრაგედია დავის საგანი გახდა. როდესაც მძიმე დაავადებული ითხოვს სიკვდილს, ამბობს, რომ მინდა მოვკვდე, ნიშნავს, რომ მას აქვს საშინელი ტკივილი და სურს გათავისუფლდეს მისგან. რატომ უნდა ავუგზავნოთ თავისუფალი სურვილი? სანამ შენ გაქვს მკურნალობის შესაძლებლობა, მაშინ შენ გინდა რომ იცოცხლო, მაგრამ როდესაც არაფერი არ გშველის, ეს უკვე საშინელებაა. ევთანაზია ამ შემთხვევაში გამოსავალია. არსებობს პასიური და აქტიური ევთანაზია. პასიური ევთანაზიის შემთხვევაში სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს. პაციენტი განუკურნებელი ავადმყოფობით უნდა იყოს დაავადებული და ავადმყოფობის უკანასკნელ სტადიაში ყოფნის გამო მდგომარეობის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდო უნდა იყოს. პაციენტმა მკურნალობის შეწყვეტაზე აშკარა თანხმობა უნდა გამოხატოს და ეს თანხმობა მიღებული და შენარჩუნებული უნდა იყოს გარდაცვალებამდე. თუ პაციენტს აშკარა თანხმობის მიცემა არ შეუძლია, მისი თანხმობის დადასტურება შესაძლებელია წინასწარ შედგენილი წერილობითი დოკუმენტის, როგორიცაა ანდერძის სიცოცხლის შესახებ, ან ოჯახის წერილობითი ჩვენების საფუძველზე. პაციენტს შეიძლება ჩაუტარდეს პასიური ევთანაზია სამედიცინო მკურნალობის, ქიმიოთერაპიის, დიალიზის, ხელოვნური რესპირაციის, სისხლის გადასხმის, მეოთხე კატეგორიის წვეთოვანის და სხვათა შეჩერების გზით. აქტიური ევთანაზიისას 4 პირობა უნდა დაკმაყოფილდეს. პაციენტი გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილისგან უნდა იტანჯებოდეს. სიკვდილი უნდა იყოს გარდაუვალი და ახლოვდებოდეს. პაციენტმა უნდა მისცეს თანხმობა პასიური ევთანაზიისგან განსხვავებით, სიცოცხლის შესახებ ანდერძი და ოჯახის თანხმობა არ იქნება საკმარისი. ექიმმა უნდა ამოწუროს ტკივილისგან გასათავისუფლებელი ყველა სხვა საშუალება.
ადამიანები ხშირად გამოთქვამენ ასეთ აზრს, ასეთ ტანჯვას სიკვდილი სჯობს. ან რატომ აწვალებენ მათ ამას, ხომ აზრი არ აქვს, ეს ხომ უშედეგოა. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ირგვლივ ცხოვრობდნენ მძიმე დაავადებულები, რომლებიც იტანდნენ ამ ტკივილებს. ასე ცხოვრობდით, რატომ გახდა ეს თემა ახლა აქტუალური, როცა არ არსებობს არც ერთ შემთხვევაში რეალური მიზეზი გაამართლა ადამიანის მოკვდინება. ევთანაზია შეიძლება განხორციელდეს თანხმობით ან თანხმობის გარეშე. იძულებითი ევთანაზიის ჩატარება შეიძლება, როდესაც ადამიანს გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და ის მისმა რწმუნებულმა უნდა მიიღოს. რწმუნებულის თანხმობით ჩატარებული ევთანაზია კიდევ უფრო დიდი დავის საგანია. მით უფრო თუ ავადმყოფის ბედის გადაწყვეტაზე რამდენიმე რწმუნებული აცხადებს პრეტენზიას. ევთანაზია, სიკეთე თუ ბოროტება, როცა სენი უკურნებელია, როცა ტკივილი და ტანჯვა აუტანელია. აქვს თუ არა ადამიანს უფლება მეორე ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფოს თუ ამას ავადმყოფი თავად ითხოვს. საქართველოში ევთანაზია აკრძალულია, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მაგრამ არსებობს ქვეყნები, სადაც ევთანაზია დააკანონეს. ამ პრობლემის განხილვისას, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით რწმენის საკითხს. რას ფიქრობენ ევთანაზიაზე ჩვენს ქვეყანაში? საქართველოში ევთანაზია კანონით აკრძალულია და ისჯება. სამედიცინო პერსონალს აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება. ისჯება თავისუფლების აკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე. საქართველოში დღესდღეობით არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც ევთანაზია პრინციპში არის დასჯადი, მართალია არ არის იმდენად კაცრი საჯელი გათვალისწინებული, როგორც სხვა მკვლელობის შემთხვევაში, თუმცა სწორ პირდაპირ ესე ამბობს საქართველოს კანონმდებლობა. ევთანაზია ეს არის მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით, მისი ნამდვილინების შესაბამისად გამოწვეული ადამიანის ფიზიკური ტკივილებიდან. ევთანაზიას როგორც მოვლენას რამდენიმე ფაქტორი აქვს: მორალური, ეთიკური, რელიგიური და რა თქმა უნდა სამედიცინო. დისკუსია იმის შესახებ, რომ უნდა მოუსწრაფოთ თუ არა უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს სიცოცხლე მისივე თხოვნით, უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საზოგადოებაში. საქართველოში ექიმების უმრავლესობა ევთანაზიას მხარს არ უჭერს. როდესაც ადამიანს დარჩენილი აქვს თუნდაც რამდენიმე დღე და აი ამ დღეების წართმევა ადამიანის მოკვდინება ჩემს არის წარმოუდგენელი. და ჩვენ სხვა გზით უნდა განვავითაროთ, ჩვენი მედიცინა უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, რომ მათ არ ქონდეთ ეს სიმპტომები, ტკივილი იქნება ეს, როგორც აღნიშნე ის ნაწული იქნება, ღებინება თუ სხვადასხვა. მაგრამ აი მეორე მხრივ ეთიკურად ტრადიციის კულტურის გათვალისწინებითაც საქართველოს ეს არ უნდა იყოს მისაღები და არც იქნება მისაღები. იმ ქვეყნებში, სადაც დაკანონებულია ევთანაზიის განხორციელებისთვის აუცილებელია ავადმყოფის და მისი ოჯახის წევრების თანხმობა, მაგრამ ბევრი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი შესაძლოა არ იყოს შერეცხადი და შესაბამისად ადეკვატურად ვერ გადაწყვიტოს საკუთარი ბედი. თქვა იმისა, რომ რახან ის ებრძვის და მაინც შეიძლება დაამარცხოს ამ დაავადებამ, უაზრო არის მისი სიცოცხლე სრულიად გაუმართლებელია, რადგან აი ის დრო, რომელშიც ის იცხოვრებს, ფაქტურად ქმნის მის ისტორიას. ამართლებს მის არსებობას ამ სამყაროში და აძლევს შესაძლებლობას უამრავს, რომელშიც შეიძლება გამოხატოს თავი. ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ინტერპერსონალურ ურთიერთობაში, სიყვარულში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ მე გასამართლებლად არ მიმაჩნია აი ესეთი მძიმე ავადმყოფობაც კი, იმიტომ რომ მძიმე ავადმყოფობა ბრძოლას მოითხოვს, ადამიანურ რესურსს მოითხოვს და სწორედ აი აქ ჩანს ძალიან მნიშვნელოვნად ის ადამიანი თავისი ფიზიკური, სულიერი თუ ფსიქოლოგიური სიძლიერით და ამისთვის ღირს არსებობა. ეს ევთანაზია, ისე როგორც სიკვდილით დასჯა არის შეუქცევადი. ეს არის მთავარი არგუმენტი. და მე პირადად არ მაქვს პასუხი. მე თვითონ რომ ჩავარდი ისეთ მდგომარეობაში, როგორც ნუ ვიცი რამდენიმე ადამიანი, ავირჩევდი ნამდვილად ევთანაზიას. მაგრამ ერთის ვნახოთ და გადავიფიქრე მე. აი ამ გადაფიქრების უფლებას მერტმევა. ესმით? და აი ეს არის ჩემთვის ყველაზე ესეთი საჭორჭმანო ამ საკითხში. თუმცა ვაღიარებ, რომ ევთანაზიას აქვს დადებითი ელემენტები, დეტალები და საფუძვლები და ძირითადი მინუს ხედავ იმაში, რომ იდეალური ევთანაზია არ შეიძლება არსებობდეს. ყოველთვის არის რაღაცა მორალური, კრიმინალური და რაღაც ასეთი ნორმების დარღვევის შესაძლებლობა. ხშირია შემთხვევები, მათ შორის საქართველოშიც, როდესაც პაციენტი თავად ამბობს უარს მკურნალობაზე.
შესაბამისად, მისი სტაციონარიდან გაწერა შესაძლოა ადამიანის გარდაცვალებას აახლოვებდეს, მაგრამ სპეციალისტთა განმარტებით ეს ევთანაზიად არ შეიძლება ჩაითვალოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის რწმენის საკითხი. რელიგიური თვალსაზრისით ევთანაზია მიუღებელია. ხშირად გაგვიგონია ჩვენ ახლობლებისაგან, ნაცნობებისაგან, უბრალოდ ავტყოფის ჭირის სუფრისაგან ამგვარი გამონათქვამი. რას წვალობს ამდენს? ნეტავ დროზე მოხდეს სიკვდილი. რა თქმა უნდა, ტანჯვის გახალმგრძელება მიზანი არ შეიძლება იყოს, მაგრამ ამ ტანჯვას აქვს თავისი მნიშვნელობა. ამ ტანჯვას განცდას, ტკივილს ადამიანის ცხოვრებაში აქვს წარუშლელი ღირებულება. და იმ ღირებულების წართმევის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს უფლება მხოლოდ შევმსუბუქოთ იგი. მარტივ სქემით რომ ჩამოვაყალიბოთ, თუგი ადამიანმა მოითხოვა რომ მის სიცოცხლეს ბოლო მოეღოს, ხოლო მეორე მხარემ ეს განახორციელა, ერთის მხრივ საქმე გვექნება პრაქტიკულად თვითმკვლელობასთან, ხოლო მეორე მხრივ ეს იქნება მკვლელობა, რადგან ეს იქნება იძულებითი მოქმედებით სიცოცხლის შეწყვეტა. სასულიერო პირები ისევე როგორც ექიმები არჩევენ გამოიძებნოს გზები ადამიანის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ევთანაზია კი ავტომატურად არჩევანს აღარ ტოვებს. პაციენტი უარს ამბობს ტკივილზე და ავტომატურად სიცოცხლეზეც, მაგრამ საკითხის სირთულიდან გამომდინარე ევთანაზიაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. პიროვნება, როდესაც ითხოვს ამგვარ ქმედებას, ის იქნება გამწარებული ტკივილების გამო, ან მისთვის უკვე ძალიან ძნელია გააგრძელოს იმგვარი ცხოვრება, როდესაც მის ამ ცხოვრების ხარისხი არ არის მისთვის დამაკმაყოფილებელი თუ სხვა, ჩვენ მიგვაჩნია რომ ჩვენ კი არ უნდა აღვიქვათ ეს პირდაპირ მოწოდებად, რომ მას შევწყვიტოთ სიცოცხლე, არამედ იქნებ სხვა რამ მოვიფიქროთ, იმსაც რომ მათი ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ, სიცოცხლის ხარისხი გავაუმჯობესოთ, დაუამოთ ტკივილი და ასე შემდეგ. ამიტომაც დღეს მსოფლიოს სამყარო მეცნიერები სწორედ ამ საკითხებზე მუშაობენ სერიოზულად. საქართველოში ევთანაზია კანონის დარღვევად მიიჩნევა, ამ პროცედურის ლეგალიზება ჯერ არ იგეგმება. არც საკანონმდებლო დონეზე მსჯელობაა მოსალოდნელი. იდეა ამისი არის ერთი შეხედვით, თქვათ, უფრო კეთილშობილური, იმდენად რომ იმის გამო რომ ადამიანები, რომელსაც აქვს ტერმინალური მდგომარეობა, გაწვალების და უფრო ღირსეული სიკვდილის მოტივით შეიძლება, თქვათ, იყოს ევთანაზიისთვის ეს გამოტანილი იყოს ამგვარი გადაწყვეტილება, რომ მან ეს იქნება ინექციით, იქნება სხვაგვარად, ზოგჯერ მისივე თანხმობით, ზოგჯერ მათივე დაჟინებული მოთხოვნით, ან როგორც გითხარით, შეიძლება ეს ოჯახის და პატრონის ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან რთული თემაა ეს და მინდა გითხრათ, რომ ვერც ერთმა საზოგადოებამ რაღაცა კონსენსუსს ვერ მიაღწია ამ საკითხზე. ევთანაზიას თანამედროვე მსოფლიოში აქვს გარკვეული ეკონომიკური ფაქტორებიც. ზოგი მიიჩნევს, რომ თუ გამოუვალი მდგომარეობა და პაციენტსაც ამის სურვილი აქვს, ევთანაზია შესაძლოა უსარგებლო მკურნალობაზე ფულის დაზოგვის საშუალებაც აღმოჩნდეს. ექიმი, რომელმაც 100-ზე მეტ ადამიანს გაუკეთა ევთანაზია, რომელსაც საკუთარი სიცოცხლის დასრულებაც ევთანაზიით სურდა, რომელსაც სიკვდილის დოქტორი შეარქვეს. ის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და წელს ზაფხულში გარდაიცვალა. სიკვდილის დოქტორი ამტკიცებდა, რომ ევთანაზია მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო მომსახურებაა. მან 4 სკანდალური სასამართლო პროცესი გაიარა და თავისი საქმიანობის გამო 8 წელი ციხეში გაატარა. ჯეკ კევორკიანი და მისი მოსაზრებები ევთანაზიაზე. სიკვდილის დოქტორი ჯეკ კევორკიანი 2011 წლის 3 ივნის ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ დეტროიტში ძიმე დაავადების შემდეგ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ექიმმა, რომელიც ევთანაზიის პოპულარიზაციას ეწეოდა, სიკვდილამდე იმ ქვეყნად 130 პაციენტის გასტუმრება მოასწრო. ამერიკის შეერთებულ შტატებში სომეხი ემიგრანტების ოჯახში დაბადებულმა კევორკიანმა თავად შექმნა პრეპარატი, რომლითაც სიცოცხლეს უსწრაფებდა საკუთარ პაციენტებს. ექიმმა პრეპარატს მერსიტრონი დაარქვა, ინგლისური სიტყვიდან მერსი, რაც ქართულად გულმოწყალებას ნიშნავს. მერსიტრონი შედგებოდა სოდიუმის ქლორიდისგან, თიოპენტალისგან და პოტასიუმისგან. პაციენტი ამ ღილაკს თავად აჭერდა ხელს და მომაკვდინებელი კოქტეილის სხეულში შესვლიდან რამდენიმე წამში ხვდებოდა. 1990 წლის 4 ივნისს მან ევთანაზია მერსიტრონით პირველ პაციენტს, ჯანეტ ატკინსკის ჩაუტარა. ის ალცჰეიმერით იყო დაავადებული.
1998 წლამდე მერსიტრონის სიკვდილის დოქტორმა კიდევ 129-ჯერ გამოიყენა. კევორქიანი ამტკიცებდა, რომ იმ შემთხვევაში თუ მძიმე ავადმყოფს ჰქონდა სურვილი სიცოცხლე დაესრულებინა, ამაში მას ექიმი უნდა დახმარებოდა. ის პაციენტებს, რომლებსაც მერსიტრონის სასიკვდილო დოზას უკეთებდა, წინასწარ ამზადებდა ევთანაზიისთვის. ამ საქმეში კევორქიანთან ერთად ფსიქოლოგებიც იყვნენ ჩართულნი. პირველად კევორქიანი 1999 წელს დააპატიმრეს და ბრალად 52 წლის ტომას იუკის განზრახ მკვლელობა წაუყენეს. სასამართლოზე სამხილად წარმოდგენილიყო ევთანაზიის პროცესის ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც თავად კევორქიანი აკეთებდა. Shake your head yes if you want to go. All right, I'm going to have you sign again your name and we're going to date it today, okay? You sign. It's a medical service. ეს არის სამედიცინო მომსახურება, ვიღაცა ამას მკვლელობას უწოდებს. პაციენტები მოდიოდნენ ჩემთან და თხოვდნენ დახმარებას. მე მათ ვეხმარებოდი. თუ ფეხის ამპუტაცია არ არის დანაშაული, რატომ უნდა იყოს დანაშაული ის, რასაც მე ვაკეთებ? I call it a medical service. კევორქიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2007 წლის 1 ივნისკის საპატიმროში კარგი საქციელის გამო სიკვდილის ექიმი ციხიდან ვადის მოხდამდე 2 წლით ადრე გამოუშვეს. ძიმედ დაავადებული კევორქიანი ითხოვდა, რომ მისთვისაც გაეკეთებინათ ევთანაზია, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს. საბოლოოდ ის ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. Only on what he or she wants. პაციენტი თავად წყვეტს რა უნდა, მე მხოლოდ ვეხმარები მას სიტუაციის შეფასებაში, ჩემი გამოცდილებით. ამერიკული მართლმსაჯულება გვეუბნება, რომ ჩვენ ტკივილებითა და წამებით უნდა მოკვდეთ, მაგრამ თუ ჩვენ ეს არ გვინდა, მე ვეხმარები ადამიანებს ბოლო მოუღონ ღირს. კევორქიანი პაციენტებს ევთანაზიას არა მხოლოდ ჰოსპიტალში, არამედ ავტომობილში, ასევე ღია ცისქვეშაც კი უკეთებდა. სიკვდილის დოქტორის მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ სიცოცხლის მოსწრაფებას მას თავად პაციენტები სთხოვდნენ. კევორქიანი ამაყობდა საკუთარი პრაქტიკით და არც კი ფიქრობდა, რომ მას საქმე მართლმსაჯულებასთან ექნებოდა. დასაპატიმრებლად სამხილების შეგროვება ამერიკელმა ბრალმდებლებმა მხოლოდ 129 ევთანაზიის შემდეგ მოახერხეს. What's a crime? რა არის დანაშაული? ეს სამედიცინო მომსახურებაა. ექიმს შეუძლია იმის გაკეთება, რასაც სხვები ვერ ახერხებენ. როცა ვხედავ, რომ პაციენტი იტანჯება, მე ვესაუბრები მას, მის ოჯახის წევრებს, თან რამდენჯერმე. მხოლოდ მათი თანხმობით ვეხმარები ადამიანს ტანჯვის შემსუბუქებაში და გაქრობაში. კევორქიანის საქმიანობა და ისტორია უყურადღებოდ არ დარჩენიათ ჰოლივუდში. 2010 წელს გადაიღეს მხატვრული ფილმი „თქვენ არ იცნობთ ჯეკს“. კევორქიანის როლს ალ პაჩინო ასრულებს. ფილმის პრემიერას თავად სიკვდილის დოქტორიც დაესწრო. განვაგრძობ ჩვენ საუბარს ევთანაზიის შესახებ ჩვენ სტუმართან, ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილთან ერთად. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ქალბატონ თეა, მოდი უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ თქვენი როგორც ერთი კონკრეტული ადამიანის, ერთი კონკრეტული ფსიქოლოგის დამოკიდებულება ევთანაზიის მიმართ როგორია? მე ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი, ჩემი სოფხედველობრივი, ასე ვთქვათ, პოზიციიდან გამომდინარე და მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეიძლება თეორიულად კონდეს ასეთი პერსპექტივა, გულისხმობ, იყოს ტერმინალური პაციენტი სამომავლოდ, ან კონდეს რაიმე ლეტალური შედეგის პროგნოზი სამედიცინო თვალსაზრისით, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაუდგეს ასეთი მომენტი, რომ მისთვის გაუსაძლისი იყოს ის ყოფა, რომელშიაც იმყოფება ამ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფი პაციენტი. მაგრამ ევთანაზიის მსურველს არ უნდა უჩნდებოდეს ჩემი აზრით, აი ასეთი ნიშნულოვანი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა და სიტუაცია და განწყობა იმ ვითარებაში, სწორედ მისი მაინც და მაინც მისი დაავადების ამ მდგომარეობიდან გამომდინარე. აი ავადმყოფი რომლისთვის აი შეეხეთ თქვენ ამ საკითხს და ბარემ შეკითხვასაც დაგისვამთ. რომლისთვის მართლა აუტანელია ის ყოფა, რომელშიც იმყოფება, ძალიან ძნელია, თან ამ ყველაფერთან ერთად იცის, რომ უკურნებელი სენით არის დაავადებული და მალე წავა ამ ცხოვრებიდან. ან მალე არ წავა და მისთვის შეიძლება ეს უფრო დამამძიმებელი იყოს. აი რომელ შემთხვევაში უფრო ხშირად ირჩევენ ამ გზას, როდის იწყებენ ამაზე ფიქრს ადამიანები, რომ აი მალე წავა ისედაც და მოდი
ბარემ ახლა მოხდეს ამ წუთას თუ ეს გახანგრძლივდება და დიდი ხანი უნდა ვიწვალო რომელი არის უფრო გადამწყვეტი მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ინდივიდუალური საკითხია და სწორედ ეს მინდოდა მეთქვა რომ ადამიანი მანამდე საკუთარი სოფხედველობიდან საკუთარი სიკვდილსიცოცხლის როგორც ეგზისტენციის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების მიმართ დამოკიდებულების შესაბამისად იჩენს ან აღიძრება მასში ეს სურვილი ან არ აღიძრება ეს მინდა ვთქვა რომ ეს არ მგონია რომ იყოს სიტუაციური ისევე როგორც თავისთავად სუიციდური მცდელობა ანუ თვითმკვლელობის მცდელობა რომელთანაც მე პირადად ძალიან ახლო ანალოგს ვხედავ აი ამ ვითარებათა მიმართებაში ასევე სუიციდს განახორციელებს უბრალოდ მცდელობა არა სუიციდს ახორციელებს ამ ქმედებას ახორციელებს ადამიანი რომელიც მაინც მის პრემორბიდში ანუ მის ავადმყოფობამდელ მდგომარეობაში რაღაც ისეთი განწყობების დისპოზიციური ისეთი პიროვნული განწყობების მქონია ისეთი სოფხედველობრივი პოზიციის მქონია რომლისთვისაც ეს არის მისაღები მოდი შევხედოთ საკითხს ექიმის თვალსაზრისით ექიმი ამ შემთხვევაში გამოდის მკვლელი აი ზუსტად ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო თუ ადამიანი რომელიც თვითმკვლელობით განიზრახავს დაასრულოს თავის სიცოცხლე და ის ამ არჩევანს აკეთებს შეგნებულს და არა რაღაც აფექტურ ან ფსიქიკურად აშლილ მდგომარეობაში ეს ადამიანი თავის თავზე იღებს ამ პასუხისმგებლობას და ის თვითონ არის ამ გაგებით საკუთარ ზნეობასთან საკუთარ თავთან პასუხისმგებელი თუ იგი მორწმუნეა რა თქმა უნდა უზენაესთან თავისთავად მაგრამ როცა ევთანაზიასთან გვაქვს საქმე ადამიანს უნდა დაამთავროს სიცოცხლე სხვისი ხელით ანუ აქ ორმაგ დატვირთვას იძენს ეს საკითხი თვითმკვლელობაც არის და ამავე დროს მკვლელობაც დიახ ეს არის გაშუალებული თვითმკვლელობა სხვა ადამიანის ხელით გაშუალებული რაც ამ ადამიანისთვის უფრო შეიძლება ადვილად მისაღები იყოს როგორც გადაწყვეტილება იმიტომ რომ ის არ აჭერს იმ ღილაკს ფიგურალურად ვამბობ ხელს ანუ ის ჩახმაღზე თვითონ არ გამოკრავს ხელს რაც ძალიან რთული ბარიერია თავისთავად გადასალახად და ამ ხრივ მას უფრო უადვილდება ის უნაწილებს პასუხისმგებლობას ექიმს და ამ ხრივ ექიმსაც სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესის შეიძლება ფსიქოტრავმის რისკის ქვეშ აყენებს იმიტომ ვინ უნდა დაარწმუნოს ადამიანი რომ თქვათ არ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება არ იფიქროს ევთანაზია ჩვენთან ეს კანონით აკრძალულია მაგრამ ამას ცოტა მოგვიანებით შევეხები ირიბი ფორმებიც არსებობს ვინ უნდა დაარწმუნოს ექიმმა ახლობელმა ვინ უნდა ელაპარაკოს ამ საკითხზე ასეთ მძიმე ავადმყოფს რომელიც მივიდა გადაწყვეტილებამდე რომ აი ევთანაზია გაიკეთოს ალბათ ადამიანმა რომელსაც შეუძლია დაანახოს აი ასეთი გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა, ასეთი გადაწყვეტილების ორი მხარე, როგორც ყველა მოვლენას მათ შორის ამ მოვლენასაც ორი მხარე აქვს და ამ შემთხვევაში პაციენტი, რომელიც გაუსაძლის ტანჯვას განიცდის და მას აღარ შეუძლია ამის დათმენა და ატანა, ის ცდილობს თავი დააღწიოს და დასვას წერტილი ამ თავის გაუსაძლის მდგომარეობაში. ეს არის ერთი მხარე. და მეორე მხარე არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას ეკისრება თუ ის ათეისტია საკუთარი თავის მიმართ და მეორე ადამიანის მიმართ, რომელსაც ის ფაქტობრივად რევს ამ სიტუაციაში, რომელსაც უწილადებს აი ამ ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობას და თუ კი მასში არსებობს რწმენის რაღაც მარცვალი მაინც და ის ასე ვთქვათ ძალიან ძაფრად მებრძოლი ათეისტი არ არის ალბათ მნიშვნელოვანია რომ სულიერების იმ საკითხებზე იქნას ყურადღება გამახვილებული, რომელიც საბოლოო ჯამში მას დააფიქრებს, რამდენად სწორად იღებს ამ გადაწყვეტილებას. თუ ვივარაუდებთ, რომ ადამიანი დასაბამიდან შინაგანად მაინც არის რწმენის მატარებელი და რაციო ადამიანის გონება არის ის ინსტანცია, რომელიც ამ რწმენას ახშობს და რომელიც ნეიტრალიზაციას უქმნის ამ გრძნობას, იმიტომ რომ თუ რწმენის და ცოდნის საკითხს შევეხებით, ცოდნა ეს არის ფაქტებზე დამყარებული ინფორმაცია და რწმენა კი არის ეს მე მჯერა, მე ასე განვიცდი, ეს განცდისეული სფეროს პრეროგატივა უფრო და იმ ქვეყნებშიც კი ქალბატონ თია, სადაც დააკანონეს ევთანაზია,
როდესაც განხილვა მიდიოდა ამ საკითხების, ერთ-ერთი წამყვანი როლი ენიჭებოდა, რა თქმა უნდა, რელიგიურ ხედვას ევთანაზიის. და არჩევანის უფლებაზე კეთდებოდა მთავარი აქცენტი. თუ კი ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება და ღმერთმა მისცა მას არჩევანის უფლება, რატომ არ აქვს მას უფლება აირჩიოს თქვა სიკვდილი თავისი? აი აქ მე მაქვს ძალიან მკაფიო არგუმენტი. ახო, ვინ მოგცა ჩვენ არჩევანი გავჩნდეთ თუ არა ამ ქვეყანაზე? ანუ მე მაქვს ნება ავირჩიო, რა თქმა უნდა, ალტერნატივებს შორის და ამ გაგებით რელიგიური ადამიანისთვის ღვთისხატება სწორედ მისი თავისუფალი ნება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, ხო, ღვთიური, რომ ვთქვათ რელიგიური თვალსაზრისით, მაგრამ მოდით დავანებოთ ამ გაგებით რელიგიურ განჯას და ანალიზს და ვთქვათ, ჩემი დაბადება, ჩემი არჩევანია? მე მკითხა ვინმე დავიბადო თუ არა? მაშ რანაირად შეიძლება აქ გავატოლობის ნიშანი დავსვათ და თუ მე არავინ არ მკითხა ისე მოვედი ამ ქვეყანაზე, მაშ რატომ უნდა გადავწყვიტო მე ამ ქვეყნიდან წასვლა? აი ლოგიკურად მე ასე ვიმსჯელებდი ამ შემთხვევაში და საბოლოო ჯამში ალბათ მივალ იმ საკითხთან, რომ კი ბატონო, თუ შენ გინდა იყო თვითმკვლელი და იღებ შენ თავზე აი ამ საშინელ პასუხისმგებლობას, რომ შენ არ იცი არის თუ არა იმ ქვეყნად სიცოცხლე. არ იცი, შეიძლება გჯეროდეს თუ არა ამის, მაგრამ რეალურად შენ ამის ცოდნა არ აქვს, რა რწმენა გაქვს, ამას ვამბობდი, ეს სხვა თემაა. მაგრამ შენ რეალურად თუ კი არ იცი და ამის ფაქტი არ გაქვს, ლოგიკურად შენ უნდა გქონდეს რაღაც პროცენტული დაშვება, რომ შეიძლება შენ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებ, როდესაც შენ შენი ხელით ისწრაფა სიცოცხლე და შენი ხელით ირჩევ სიკვდილს მაშინ, როდესაც ჯერ ამის ჟამი არ დამდგარა. ის რომ ჩვენ ყველა წავალთ ამ ქვეყნიდან, ამაზე არავის ეჭვი არ ეპარება და ვინც ამაზე არ ფიქრობს, ის შემდეგ ფობიური ნევროზების რისკის წინაშე დგება რიგ შემთხვევებში. ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ ის დაასრულებს ამ სიცოცხლეს და რა თქმა უნდა მისი არჩევანია, ვთქვათ, იფიქროს იმაზე, რომ არის ამ ეს სიცოცხლე ახლის დასაწყისი თუ არა, მაგრამ ასე დროს თუ კი შეგნებული აბსოლუტურად ცნობიერი პოზიცია გაქვს, რომ მე მაქვს უფლება მოვისწრაფო ჩემი სიცოცხლე, მაშინ რატო რევ ამაში სხვა ადამიანს და რატო უქმნი მას რისკს? ანუ ერთი საკითხი, რაც მნიშვნელოვნად მინდა დასკვნის სახით გავაკეთო ამ მსჯელობის დასკვნის, არის ის, რომ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, სად არის მისი მესაზღვრები, სად არის მისი თავისუფალი არჩევანის საზღვრები და სად იწყება ის, სადაც მისი ნება უკვე აღარ არის და სადაც ასე ვთქვათ, მისი არჩევანის თავისუფლება მთავრდება. ეს ყველა საკითხთან მიმართებაში ასეა. იმ ადამიანებს, ვისაც ეს მესაზღვრები არ აქვს მკაფიოდ გაცნობიერებული, მას მთელი რიგი, ასე ვთქვათ, ფსიქიკური პრობლემები ექმნებათ. როდესაც ევთანაზიაზე საუბრობენ, ამბობენ, ეს არის ხშირად და პუბლიკაციებშიც ასეა და ვთქვათ, ვინც ევთანაზიას ემხრობა, ის ამბობს სიკეთე თუ ბოროტება და სვამენ კითხვის ნიშანს. ჯეკ კევორკიანი, რომელიც ცნობილი იყო, გარდაიცვალა უკვე, რომელმაც 130-ზე მეტი ევთანაზია გააკეთა, მან თქვა, რომ მე ვაკეთებ სიკეთეს, მე ვეხმარები ადამიანს შეუმსუბუქო ის ტკივილი და ისინი თავად მომმართავენ მე. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით? აი თავად ამ ფიგურაზე როგორ შეგიძლიათ ისაუბროთ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით? მე მინდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს ასევე ის ფაქტი, რომელიც თქვენ კარგად იცით, ვახო, რომ ბოლო ერთ-ერთ ასეთი ევთანაზიური აქტის დროს მას დაედო ბრალი განზრახმკვლელობაში, რადგან იქ იყო დეტალები, რადგან ის ვიდეო ფირზე იწერდა ყოველთვის ამ თავის აქტიობას, რომელმაც მისცა საშუალება მსაჯულებს დაედგინათ, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, მხოლოდ ასეთი ჰუმანური მოტივებით განხორციელებული 129 შემთხვევა. ეს 129 შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ აქ უფრო პიროვნული მოტივებია წამყვანი. იცით, რეალურად მე არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანის პირადი მსოფლმხედველობრივი პოზიცია იყოს, ფასეულობა იყოს ეს მისი, რომ დაეხმაროს მეორეს და იქამდე მივიდეს ეს დახმარების სურვილი და მისი ჰუმანური მოტივაცია იმდენად დიდი და ღრმა იყოს, რომ
ვთქვათ, გადაწყვიტოს, რომ ასეთ შემთხვევაშიც უნდა გაუმართოს მეორე ადამიანს ხელი. მაგრამ სად არის გარანტია იმის, რომ აქ არ მოქმედებს რაღაც ისეთი არაცნობიერი განწყობები, რომელზედაც თვითონ მას არ აქვს ძალიან მკაფიო წარმოდგენა. ანუ შესაძლებელია სრულიად ეს ქცევა იყოს რაღაც კომპენსატორული ქცევა, რომელიც მეორე ადამიანის მიმართ ზოგადად ადამიანის მიმართ ფარული აგრესიის ირიბი გამოხატულება იყოს. რატომ დაუდგინდა მას ბოლო შემთხვევაში 129 შემთხვევაში ვერანაირად ეს ვერდიქტი ვერ იქნა გამოტანილი, რატომ დადგინდა რომ ის მაინც განზრახ მკვლელობას ეწეოდა. რეალურად იყო ამის ფაქტები იმ ვიდეოფილმში რაღაც დეტალების სახით გამომჟღავნებული, რომელიც ამ ვერდიქტის გამოტანის წინაპირობა იყო. მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი თავგამოდებული და აჟიტირებული სხვისი სიცოცხლის გამომასალმებელი თუნდაც ექიმი რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემების, ფსიქიკური პრობლემების მქონე იყო. გასაგებია, თუ კი გადავხედავთ ესეთ პირობით რუკას ევთანაზიის, ვნახავთ რომ უმეტესი ქვეყნები არსებობს, სადაც აკრძალულია პირდაპირ კანონით დაუშვებელია ევთანაზია. მე მაინტერესებს საზოგადოების დამოკიდებულება თვითონ. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში შემიძლია მოვიყვანო ჰოლანდიის და ბელგიის მაგალითი, სადაც დააკანონეს ევთანაზია და ასევე რამდენიმე შტატის შეერთებულ შტატებში და კიდევ არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის, რომ დააკანონოს ევთანაზია. აი, ამ შემთხვევაში რამ განაპირობა თქვენი აზრით, რომ თუნდაც ჰოლანდიაში, ბელგიაში, შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში საზოგადოებამ ხარი დაუჭირა ამ იდეას, რომ დაეხმარონ ადამიანს ასეთი ტანჯვის დროს, რომ ჩაუტარდეს ევთანაზია. ჩემი აზრით ამ მხარდამჭერთა მთავარი არგუმენტი არის ის, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მიეცეს ადამიანს თვითონ გადაწყვიტოს და თვითონ ასე ვთქვათ მიემხროს თავისი სიცოცხლის გაგრძელებას თუ აღკვეთას. ანუ ამ თავისუფალი არჩევანის როგორც საერთოდ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მახასიათებლის, ანუ თავისუფალი ნების გამომჟღავნების კომაგები, ადვოკატები არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ პოზიციას განამტკიცებენ და ემხრობიან. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები შორს არიან რელიგიური განცდებისგან, ანუ რეალურად მასში წმენა არ იქნება არანაირად. გერმანიის მაგალითი მინდა მოვიყვანო. დააკანონა ცოტა ხნის წინ გერმანიის პარლამენტმა ევთანაზია. პარლამენტმა, რომელიც წარმოადგენს გერმანულ საზოგადოებას და გერმანელები არიან მორწმუნე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმრავლესობა არის მორწმუნე, ხომ? ანუ იმ საზოგადოებამ პარლამენტის გადაწყვეტილების მიხედვით შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ხარი დაუჭირა ამ იდეას. საქართველოში ვთქვათ, უმეტესო მე შემიძლია რესპონდენტების, ასე ვთქვათ, პასუხებით ვიმსჯელოთ, რომ არ უჭერს მხარს საზოგადოების უმეტესი ნაწილი. შემიძლია ესე ვთქვა, ვისაც ველაპარაკე, ის არ უჭერს ნამდვილად და ბევრ ქვეყანაში ასევე არ უჭერენ ევთანაზიას მხარს. მაგრამ აი გერმანიაში უჭერენ, ჰოლანდიაში, ბელგიაში. აი ეს რა მომენტია თქვენი? კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. გავუსვით თქვენ ხაზი. იგივე შესაძლებელია, რომ ეს საზოგადოება იყოს თავისი რელიგიური მრწამსის მატარებელი, მაგრამ აქაც ალბათ არგუმენტი ფსიქოლოგიის ენაზე, ანუ რაციონალიზაცია ხდება ამ დებულებაზე დაყრდნობით, რომ თუ ადამიანს უნდა ჩაიდინოს ცოდვა, დაე თვითონ იყოს ამ ცოდვის არჩევანის ავტორი. ეს იქნება აქ ამ შემთხვევაში მთავარი ამოსავალი თეზა და ალბათ ის ქვეყნები, რომლებიც მაინც არ უჭერენ ამ ყველაფერს, ამ არგუმენტის მიუხედავად ევთანაზიას მხარს, მე ვფიქრობ, რომ ცნობიერად თუ არაცნობიერად მათ ასეთი განწყობა აქვთ, თუ შეიძლება გარკვეულწილად ამ შინაარსით გავახმოვანოთ, რომ კი, ხშირად ადამიანი დესტრუქციულად იქცევა, ჩვენ ამის მრავალი მაგალითი გვაქვს და შეიძლება ადამიანმა თავის საზიანო გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ ამაში საზოგადოების მხარდაჭერა, საზოგადოების მხრიდან ამის ლეგალიზება და ამის ნებადართვა კანონმდებლობით, როგორც ამის ანგაჟირება, არ უნდა მოხდეს. აი, მე ვფიქრობ, რომ უმეტეს ქვეყნებში ეს განწყობა და ეს პოზიციაა, რომ რა თქმა უნდა, ადამიანი არის თავისი ბედის გამკარგავი და თუ უნდა ჩაიდინოს ეს დანაშაული და ამ გაგებით ცოდვა, თუ კი ეს საზოგადოება ამას ცოდვად აღიქვამს, მაგრამ ამაში მონაწილეობა და ამის, ასე ვთქვათ, მწვანე შუქის ანთება თუ ამის, ასე ვთქვათ, კანონიერების ფარგლებში მოქცევა
არ მიიჩნევა სწორად, ეთიკურად და ზნეობრივად. გასაგებია. ირიბი ფორმები ვახსენეთ, ეს ჩემი ბოლო შეკითხვაა და სასრულისკენ წავიდა ჩვენი საუბარი. ირიბი ფორმები, არ ვიცი ეს რამდენად არის მაინც და მაინც ირიბი ფორმა, მაგრამ აი ახლობლების პოზიციაზე მინდა გითხოთ. აპარატზე არის მიერთებული ადამიანი, რომლის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, ამას ამბობენ ექიმებიც, ამას ამბობენ მისი ახლობლებიც და ასე ვთქვათ, იხარჯება ფული უამრავი, ხო? აპარატიდან გამორთვა ადამიანის რა მოვლენაა ეს? ეს შეგვიძლია ევთანაზიის რანგში ავიყვანოთ? მე არ ვიცი კანონმდებლობით როგორ შეირაცხება ეს აქტივობა, მაგრამ არა, ამ შემთხვევაში კანონმდებლობით არა, სხვა თვალსაზრისით. ჩემი აზრით, ევთანაზიაზე გაცილებით უფრო რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ მას აღარ ვეკითხებით გამორთოთ თუ არა. ხო, ეს არის ზუსტად აქ საინტერესო. ჩვენ ვიღებთ მის მაგალითად შემთხვევაში ასეთ პაციენტს არ აქვს თქვათ საუბრის უნარი, თავისი აზრების გამოხატვის უნარი, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ის ცოცხალია, იმიტომ რომ სუნთქავს, ხო? ანუ მისი ტვინი მუშაობს. მისი აზრი და დამოკიდებულება გამორთვა არ გამორთვასთან დაკავშირებით. მე აქ მინდა ერთ დეტალს გავუსვა ხაზი. რამდენადაც მე ვიცი, იმიტომ რომ სამწუხაროდ მომიწია ამ საკითხებთან შეხება, როდესაც აპარატზე მიერთება ხდება, ახლობლები იღებენ ამ გადაწყვეტილებას და აი ამ გადაწყვეტილების ავტორი ხდება პაციენტის ოჯახის წევრი. მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე გამოსავლებზე თუ ვისაუბრებთ და პრობლემების და სერიოზული, ასე ვთქვათ, დილემების თავიდან აცილებისათვის თუ შესაძლებელი ხდება, რომ რაიმე ნიშანი მაინც მოვიპოვოთ ამ პაციენტის მხრიდან, თუნდაც უგონოდ მყოფი პაციენტი და რომელმაც შეიძლება ხელი მოგვიჭიროს კის ნიშნად, ან არას ნიშნად, მივიღოთ მისი შეხედულება, გავიგოთ მისი შეხედულება და მივიღოთ მისი ნიშანი. უნდა საერთოდ თავიდანვე აპარატზე შეერთება, იმიტომ რომ აპარატი ეს არის ხელოვნურად სამედიცინო ჩარევით სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალება. მაშინ როცა ბუნებრივად ჩვენ არ ვიცით როდის დადგება ის მომენტი, რომელსაც გარდაცვალება ქვია. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ხელოვნურად ჩარევის შემთხვევაში ეს თვითონ კი არ ისწრაფავს ადამიანის სიცოცხლეს და თვითონ კი არ ამთავრებს სუიციდით, სხვისი მეშვეობით ან თავისივე ასე ვთქვათ ხელით, არამედ ის იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერიოს თუ არა ამაში სამედიცინო სფერო თუ არა და აი სანამ დავდგებით ამ დილემის წინაშე, ალბათ უმჯობესია, რომ ყველა ღონე ვიხმაროთ, რომ თვითონ პაციენტის აზრი გავიგოთ, რომ მერე ავირიდოთ თავიდან ესეთი პრობლემები. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ქალბატონთეა საინტერესო სტუმრობისთვის და სტუმრობისთვის. მე მაყურებელ შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა იყო ევთანაზიაზე და ჩვენი სტუმარი იყო ფსიქოლოგი თია გოგოტიშვილი. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ არხზე. ნახვამდის.